დილა ხალისიანად დაგვეწყო. ჯერ იყო და მარინას გამოტანებული ვისკის უზარმაზარი ბოთლის საჩუქარი გამივარდა და დელისის მეტროში ატომური ბომბი გავარდა. ყველა მე მიყურებდა განსაკუთრებით ინდონეზიელები. მერე იყო და საგულდაგულოდ დაწერილი ტურის ფურცელი სახლში დამრჩა და შუაგზიდან დაბრუნება მომიწია. რაღა უნდა ექნა ლიაკოს, გადაიბარა მოწინავე ალამი და შეკვეთილი ტორტის გამოსატანად მაღაზიაში მარტო გავარდა. მერე როგორც იქნა ეს ყველაფერი იმ ცნობილ საჩებურეკეში ჩავიტანეთ, სადაც თვეებია უკვე მივდივართ და იქიდან თავქუთ მოგლეჯილების შეკრების ადგილისკენ გავქანდით. ხომ შეიძლებოდა ცოტა გვიან ან ცოტა ადრე მივსულიყავით. არა, ზუსტად პირველ საათზე მივედით და ერთმანეთს გაუგნებულებმა გადავხედით. აქ უკვე ამოვისუნთქეთ და ისეთ სახეები მიიღეთ, ვითომც არაფერი მომხდარა. მოკლედ ისისხევის მაგივრად თბილისის ძველ უბანში აღმოჩნდით, რადგანაც ჩვენი მანქანა თვალსა და ხელშუა გაიყიდა. აქ ჯერ კიდევ იცინიან, ტურის დასაწყისია, ლევანის გარდა. მერე სიცილი ინტერესსა და გაკვირვებაში გადაიზარდა. პირველი შესვენება მწერალთა სახლის ეზოში მოვიწყვეთ, სადაც 6 ლარიანი ბორჯომი ვიყიდეთ, რომელსაც ბაღის ხედი მოყვებოდა ბონუსად და ამიტომ ღირდა ასე ძვირი. მაგრამ მარტო ბორჯომის სულს ვერ დააწყნარებდა და თამარამ კონიაკი ამოაძვლინა ჩანთიდან სრული ბედნიერებისთვის. ხო მართლა, ერთხელ თამარამ კონიაკის შარდის ანალიზის ჭურჭლი წამოიღო და იმის მერე ზაზა კონიაკს ანალიზზე ძახის. გემრიელი დასვენების შემდეგ იმ ეზოსკენ გავემართეთ, სადაც 80 და ცოტა მეტის კადილაკი მეგულებოდა. ამ ეზოში კადილაკის მძღოლი ცხოვრობდა და ჭორიკანაენები ამბობდნენ, ეს მანქანა ბერიას ემსახურებოდაო.
მორიგი და უგეგმავი შესვენება მეორე გილდიის ვაჭრის მიხეილ კალანტაროვის ბაღში მოვაწყეთ. ბაღამდე ოქტაგრამებით მორთული სახლი გავიარეთ, რომელიც ოდესღაც კალანტაროვმა საყვარელ ქალს ოპერის მომღერალს აუშენა. ხოდა ახლა ზისლიაკო ხელისაწვდებით სივიყავა მოყავს და საზას ერთი სული აქვს როდის ჩაუშვებ შიგნით ანალიზს. ამ ანალიზის შემდეგ ჩემი ტურის ამბავი უკან წავიდა. ჯერ ცოცხი ფრენა მოინდომეს. მერე თამარამ ბარმენობა. დიაკომ ძველი ავეჯი ამოფექა. ლევანი ისევ ზის. სხვა რა გზა მქონდა, ჩავატარე ერთი კაცის ტური და ამ ტურის ფარგლებში მოვინახულე აზარიანცის, არამიანცის, მანთაშევის და სხვათა სახლები. აქ რა ხდება? მოთფინებით ელოდებიან ბანკეტის გაგრძელებას. მოკლედ ის დროა წავიდეთ იქ, საიდანაც დილით მე და ლიაკო თავქუთ მოგლეჯილები გამოვბოდით. გზად აღმოჩნდა, რომ ზაზა 30 წლის შემდეგ პირველად ჯდებოდა მეტროში. მოიცა, აქ რა ხდება? დაბრუნდი ზაზა უკან. მშვენიერი. დიდებული. ჩვენთვის მოგძანდით. ძალიან მალე სუფრასთან ნატაშა მოგვემატა. მერე ლევანაც ჩამოგვისწრო თელავიდან. Jaza gilotsa. Medi abara. Sensibilidad. So. Chakro. Gilotsav, Zaza, Gilotsav. Gilotsav. Tu main cai? Wah, bagus. Ai, șeră bupas, beze, viani, iseti. Aha. Gagațe saçikari. Arari.
რაიმე გაიხარე აბა რა არის დანანანა Kvaravdes, Zaza, kvaravdes. Gaukete, midi? მე მინდა კიდევ ყველაზე მსოფლიოში ყველაზე პირველ ადამიანს აბა, რაიმე რა მაგარია პირველ ადამიანს მსოფლიოში ძალიან მაგარია გაუკეთე გული არ გაიგეხო ჯერ ამ პატარა მანქანას დავარდე და ვაიმე ახალი მანქანა ეშიდო აუ ძალიან მაგარია იჭმევა? კი. ვა, ოჯახლიაკო. ძალიან მაგარია. იცხოვრია აბა რა. ეს გამოგიცავდა მარინამ. გახსენი მეგოლინის რა თქონია. Дашка, амаш чума чайсха, мешманечи, და დალე. ამას დაც. მე თუ რაღაცა კიდე გამოგიწევ. აი, ნაგობა. ამხელა იმისთვის მარი, თქვენო მართლა ძნელი იქნება. ნახე, ამხელა დერხოთა ორი წელი და მე ჩამოვიდა. ასე ლამაზად გავლიეთ ეს დღეც. მართალია ცოტა სევდა თან ახლდა, მაგრამ ჩვენი ხალხი არ ვართ პომპეზურად რომ არ აღგვეღნიშნა.